თქვენ უსმენთ სათემო რადიოს. ეს არის სივრცე, სადაც ვსაუბრობთ კულტურაზე, ხელოვნებაზე, სოციალურ და ჯანდაცვის გამოწვევებზე, ქალთა საკითხებზე, ეკონომიკასა და პოლიტიკაზე, ახალგაზრდულ ინიციატივებსა და სპორტზე. აქ ისმის დევნილთა ხმა და მათი ისტორიები. ჩვენ ვსჯელობთ თქვენს ყოველდღიურობაზე, გიზიარებთ სიახლეებსა და პრობლემებს, ეძებთ გზებს უკეთესი მომავლისთვის. სათემო რადიო, ხმა, რომელიც თქვენ გეკუთვნით. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ვინც გვისმენს, ვინც გვიყურებს, ვინც ჩვენ გადაცემას უკვე სოციალური ქსელით უკვე ნახავს, ან ჩვენს გათავსებულ ვებგვერდებზე. დიახ, ეს არის ჩვენი სათემო რადიოს კიდევ ერთი გადაცემა და გეუბნებოდით, რომ ამ გადაცემათა ციკლში გვყავს წარმატებული ადამიანები, კულტურის მუშაკები, განათლების მუშაკები, ადამიანები, ვისი გამოცდილებაც უნდა იყოს სამაგალითო, ვისი გამოცდილებაც უნდა იყოს გაზიარებული ყველა თაობისადმი, ნებისმიერი თაობისადმი და ვინც არა მარტო ხონში და კონკრეტულ თემის პირობებში, მთელ ქვეყანაში დაამახსოვრა სახელი და ასეთი სტუმარი მყავს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იშვიათად ადამიანი, რომელიც გასცდეს თავის სოფელს, თავის მუნიციპალიტეტს, რაიონს და ქვეყნის ფარგლებსაც კი, აი სწორედ ასეთი სტუმარი მყავს, არაჩვეულებრივი მსახიობი, არაჩვეულებრივი სიტყვის ოსტატი, კარგი მოქართულე და კარგი ადამიანი და სამოქალაქო აქტივისტი და აქტიური პიროვნება ქალბატონი გულიადა სანუძე, რომლის იუბილე ცოტა ხნის წინ იზეიმა მთელმა ქვეყანამ. ხონში თეატრის დიდ სცენაზე არაჩვეულებრივი იყო ეს ყველაფერი და ამაზეც ვისაუბრებთ ამ გადაცემაში. მე მინდა პირველ რიგში თქვენ ხედავთ უკვე წარმოგიდგენთ ქალბატონი გულიადა და ქალბატონი გულიადა მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ მაქვს პატივი თქვენთან ჩავწერო ინტერვიუ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაყურებლის, ძალიან ბევრი ჟურნალისტის, ძალიან ბევრი ადამიანის სასურველი სტუმარი ხართ, სასურველი რესპონდენტი და სასურველი მსახიობი ხართ და იმ რიგებშიც ვიმყოფები, რა თქმა უნდა მე. ქალბატონი გულიადა, უპირველეს ყოვლისა გილოცავთ იუბილეს, დამსახურებულ იუბილეს და პირველი ჩემი შეკითხვა იქნება ასეთი, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, როგორ მოხვედით თეატრამდე, მოგვიყევით თქვენი გავლილი გზა ბავშვობიდან დღემდე, თქვენი ოჯახი, ის ოჯახი, როცა ბავშვი ვიყავით, თქვენი დღევანდელი ოჯახი, იმიტომ რომ არანაკლები საქმეს აკეთებენ თქვენი შვილები და თქვენი შთამომავლობაც ასე ვთქვათ, არანაკლები წინაპრების შვილი ხართ, ყველაფერი მოგვიყევით მოკლედ და შემდეგ უკვე თეატრზე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, მეტწილად. თქვენ პირადად გაინტერესებთ როგორ გავიზარდე მე თუ საერთოდ ჩემი შვილები და ჩემი რომ გითხრათ რომ სახარბიელო ბავშვობა მქონდა და თუ ასე ვერ ვიტყვი ძალიან პატარა წლინახევრის ვიყავი მამა რომ გარდაიცვალა 30 წლის იყო მამა ჩემი და დედა 27 წლის დაბრუნდა 3 ორბოლით მაგრამ ყველაფერი მოგცა დედამ იმისთვის რომ ჩვენ კარგი მოქალაქეები ყოფილიყავით პირველ რიგში. ეხლა რაც შეეხება თეატრს 15 წლის ვიყავი ფეხი რომ დავდგი ჩვენ სცენაზე. მაშინ ჩვენი რეჟისორი გახლდათ ალექსანდრე ღვინჩია, იპოლიტეს ძმა. რაღაც არაჩვეულებრივი ადამიანი, ეხლა თვალწინ მიდგას. საოცარი ადამიანი იყო ბატონო დათო, რაღაც თავისებური, რაღაც საოცრება რა, არასდროს აიშლება ჩემს მეხსიერებაში. მე კი ვამბობ ყოველთვის და ვიმეორებ, რომ ის დიდ ეკრანზე მოხვედრილიყო, არანაკლები იქნებოდა იპოლიტესზე. ძალიან ნიჭიერი, ხო, ძალიან ნიჭიერი და ძალიან საოცარი ადამიანი. პირველი დიდი სპექტაკლში მივიღე მონაწილეობა 1967 წელს, ეს გახლდათ ირათელის პიესა ქრისტინე, სადაც სოფლელი გოგონას როლს ვთამაშობდი, მაკენეს როლს. ისე ახლაც მახსოვს ის პირველი როლი. ანუ 60-ია, ქალო. სოფლი ჯუტურს უყურებ? ამეიწმინი აითვალები. ვისი და საცინი შენ კი ხარ? ვაი, მართლა მაიუბედურები. რავა, შენისთანა ანგელოზივით ქალსაცინიან თუ? ზუსტად ვიყავი 16 წლის რა, 17 წელია სცენაზე ხართ, ხო? დიახ, ასე გამოდის. ასე გამოდის რომ 60 წელია და მე გამიმართლა იმით ბატონო დათო რომ საოცარი ადამიანები იყვნენ აქ.
საოცარი მსახიობები, ვისგანაც ვისწავლე ყველაფერი კარგი, რაც კი შეიძლება მიიღოს ადამიანმა. დირექტორი ყავდა მაშინ ტატიანა ჩიხლაძე და რეჟისორი მარკი ბახტაძე. ესენი ვინ არიან, იცი? ჩვენი მამუკა ბახტაძის ბებია და ბაბუები. ჩვენი ყოფილი პრემიერის. საოცარი ადამიანი, რომლებმაც ძალიან ბევრი რამ მომწეს. ჩვენს ხელში გაიარა საოცარმა ადამიანებმა. უნიჭიერესი, ულამაზესი ციციტაბიძე. თითით საჩვენებელი ქალბატონი. თავისი ღირსებით საოცარი მსახიობი დურმიშხან მენაბდე. უნიჭერესი მსახიობი გურამ უგულავა, რევაზ შამათავა, ზურა ბაბზიანიძე. მე მქონდა შესაძლებლობა დათო რომ მე ვარ ჯუმბირლეჟავას სახელობის მეცნიერება და მრავალპროფილიანი საერთაშორისო აკადემიის წევრი და ვიცე-პრეზიდენტი ამ აკადემიის ჩემს რაიონში და გამოიცემა ჟურნალი ათინათი, სადაც შევძელი რომ ეს ჩემი მეგობრები გამეცოცხლებია იქ და რამდენიმე წერილი მიუძღვენი ქალბატონ ციცის, ბატონ რევაზ შამათავას, ბატონ ზურა ბაბზიანიძეს და მაქვს კიდე და ნელ-ნელა დავბეჭდა, იმიტომ რომ მინდა რომ ძველმა ეს ძველი თაობები ძველი თაობა ახალ თაობამ იცოდეს. ასეთ ადამიანებს ვერ შეხვდები ვერსად. განსახიერება იყო პატიოსნების, რაღაც ჩვენი ადათების დამცველები, არ ვიცი, მათ ხელში თავს გრძნობდი, მე გითხარით რომ მე მამით ობოლი ვიყავი და ყველა მეფერებოდა როგორ და ვერ გრძნობდი ამ იმას. არ არსებობს რომ ყოველთვის ქალბატონი ციცი აუცილებლად მომიტანდა ახალ კაბას და ჩამაცნებდა, რომ მე თავი არ მეგრძნო. ესეთი ეხლა რომ ახსენდება მეტირება ხოლმე. გვერდში მედგა დიდი და პატარა, ძალიან უყვარდი და მეც ძალიან მიყვარს და ეხლა რომ შემოვდივარ თეატრში დათო, იცი რა როგორ ვარ? ყოველ კედლიდან აი კარები მგონია გაიღება და დამიძახებენ. კვაღინა, სადახარ, კვაღინას მიზახოდნენ ზედმეტ სახელს. და რატო? რატომ და სულ ვიცინოდი და ეგ სახელი არ ვიცი რაღაც ლამაზ ყვავილსო თუ რაღაცას ნიშნავს, არც კი ვიცი რას და მარკი ბახტაძემ შემართა და წარმოიდგინე 60 წელია ამ სახელის შემრჩა ბოლომდე. ხო, და კვაღინას მიზახოდნენ. რო შემოვარ თეატრში, აი მგონი ახლა ეს კარი გაიხება. ანის კარი გაიღება მეორე და დამიძახებენ. რატო დააგვიანე ყვაღანა? სადახარ ამდეხანს? ნუ საოცარი ხალხი იყო. ეს იყო არ ვიცი, მადლობა უფალს რომ ხართან მომიხდა. ბატონო დათო, ხაბდონგულია და ბედნიერი ქალი ხართ. იმიტომ რომ შედეგით ყველანაირად, შედეგით როგორც დედა, როგორც ქალი, როგორც პიროვნება, როგორც მოქალაქე, როგორც მსახიობი. ეხლა 75 წლისა, 76 წელიწადში ხარ და სცენაზე დგახარ და აი ცეცხლს ვქო. ნუ ენერგია გაქვთ იმხელა, მე ჩვენ კიდე ვილაპარაკებ თქვენ სხვა პროფესიებზე და თქვენ სხვა საქმიანობებზე, და თქვენ პარალელურად თან კარგი შვილები გაზარდეთ. ვუთხრათ მაყურებელს თქვენი შვილების შესახებ. მე მყავს ორი ვაჟი, ედვარდ გულავა და იაგო გულავა. ედვარდი ცნობილი გახლავს და იაგო ცნობილი ხატმწერი გახლავს. და მართლაც ბედნიერი ვარ, რომ უფალმა გამოიმეტა ასეთი დიდი ჯილდო ჩემთვის და დიდება მის სახელს და არ ვიცი, ხანდისხან ფიქრობ როგორ შევძელი, მაგრამ შეძლო ეს ჩემმა შვილებმა. და მადლობელი ვარ ძალიან, არ ვიცი, იმ პერიოდში და 90-იან წლებში ყველას უჭირდა საჭმლის ფული არ იყო და არასულ იმიშიში მქონდა, რამე არ ვინმეს არ ჩაეფრიან რაღაცა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, ყველაფერი წმინდა პატიოსნად გაიარენ და მოვედით ამ დღეს და დღესაც ვფიქრობ, რომ
რა დიდი ჯილდო გამოიმეტა ჩემთვის უფალმა. ნამდვილად. ძალიან დიდი ჯილდო და ბედნიერი ვარ ძალიან ამ მხრივ რომ შვილებმა გამიმართლა და ამაზე მეტი ბედნიერება არ არსებობს. ქავდონგულია და როდესაც მაიაწნეთელში ითამაშეთ დიახ. თავარი როლი მაშინდელი პრესა, რომელსაც მე გავეცანი, წერდა რომ თქვენ გადარებდნენ ძალიან დიდ არტისტებს და მეტიც. ამბობდნენ რომ ყველაზე საუკეთესო მაიაწნეთელი იყავით საქართველოში, მაშინ ვისაც უთამაშია. ეს დიდი აღიარებაა, რა თქმა უნდა, როგორ გაიხსენებთ ამ პერიოდს? სამოქალაქო ომი იყო. დაქევახსენოთ ბატონმა გიორგი რატიანმა ეს სპექტაკლი. და ბატონი გიორგი რატიანი გადმოსული იყო იძულებით იყო რა მის აქაურია წარმოშობით აქ ცხოვრობდა ჩამოვიდა სოხუმიდან სახალხო არტისტი უნიჭიერესი მსახიობი და მინდა რომ დიდხანს იცოცხლოს ჯანმრთელად იყოს და ბედნიერად იყოს თუ რამეს წარმოვადგენ სწორედ მან ჩამოაყალიბა ჩემში ბევრი რამ ეს იყო ნამდვილი აკადემია მასთან მუშაობა. ჯერ მეტყველებაში ვამეცადინებდა. მე ის არც ფიქრობდი თუ კი მე ვითამაშებდი მაიაწნეთელს, მაგრამ როგორც კი შემოვიდა იმ წუთში თქვა, თქვენ იქნებით მაიაწნეთელი. ეს იყო საოცრება სახალხო არტისტთან უნდა გეთამაშა, მეფე ერეკლე იყო და მე თამაშობდი მაიაწნეთელს და მართლა საოცრება იყო ეს ასე 2000 დაახლოებით 94 წელი. კი, 90-იანი წლები. დიახ. და მაშინ ძალიან სერიოზული ამბები იყო, დიდი გადატრიალება, ხონში მithumetes პოლიგონი იყო ლამი. დიახ, გრუხუნი არ ჰქონდა ელემენტარული სინათლე. ფანჯრებს, კარებს აღებდნენ თეატრისას. მე ლამპის შუქზე გავდიოდით რეპეტიციებს და პრემიერა ვითამაშეთ დვიჟოკზე თუ არ ვწდები. მაპატიე დვიჟოკი ქართულად ხო. და გენერატორზე მაპატიეთ. ხო და ამაზე ვითამაშეთ. მაგრამ ძალიან დიდი სტიმული მოგცა ბატონმა გიორგიმ და გვითხრა, არასდროს დამავიწყდება, რომ თქვენ ჩვენი თეატრის ვერიკო ანჯაფარიძეები, გიორგი, ესე იგი გოგი საღარაძე და აკაკი ხორავეები ხართო. ნუ ეუნებოდა და ეს მოწონდა ძალიან ჩვენი დასი და ესეთი და და ნაწყეთ ხომ არ წაგიგითხავდით წნეთელი და თუ გახსოვთ. შემიძლია წაგიგ მხოლოდ პატარა ნაკვეთს ყოველთვის ან რაღაცით ვამთავრებ და გამიკვირდა იუბილეზე რა დავამთავრე. არა მეფეო. ზმედაცემულ ბატონებს ხალხად ნუ მიიჩნევთ. ხალხი დიდია. იმისი ძალით შენ საქართველოს დიდებას იცავ. კვლავ ლაშქრობა, ომი, აი ღმერთო დიდებულო, შენ დაიცავ ქართველი ხალხი. ერეკლე მეფე ომში იყოს და მე აქვეგდო, ეჰეი, დარაჯნო, კარი გამიღეთ, ერეკლე მეფესთან ომში მსურს წავიდე. ნუ დაახლოებით ეს კი რაღაცა. ქავდონგულია და საიდან ეს ამხელა ხმა თუნდაც ამხელა ხმა, იმიტომ რომ არტისტია ხმა არის, დავიწყოთ აქედან თვალია, ენერგია, ემოცია არტისტი. ყველაფერი გაქვთ აბსოლუტურად და ღმერთმა ძალიან დიდხანს გამყოფოთ. ასეთ ასაკში მაინც ეს ენერგია ეს რა საიდუმლო გითხარით საიდან? გარდა იმისა, რომ ღმერთმა უნდა გვეიღბლოს ეს ყველაფერი, არ არსებობს თქვენ რაღაცა ძალას ვერ გაძლევდით რა იქ. ხო, არ ვიცი. ვერაფერს გეტყვი ბატონო და რომ ისე ფიზიკურად ძალიან მიყვარს შრომობ. თქვენ გაგიკვირდებათ, რამდენ რამეს ვაკეთებ. აი თქვათ მაგაზე, თქვენ სოფელში ძროხასაც უვლით, ეზოსაც უვლით, გადაიმსა რომ კარგი დედა ხართ და ახლა თქვენ შვილებს გაზდაღაჭირდება, მაგრამ უვლით ყველაფერს ოჯახში. და გარდა ამისა, ერთ-ერთი პირველი საოჯახო სასტუმრო შექმენით და მას მიზნობთ უამრავ უცხოელ ტურისტს. და წარმოიდგინე დათო, ძალიან უბრალო სასტუმროა. ძალიან თუ მოვიდოდა ხალხი არც მეგონა, მაგრამ ეს სახლია 200 წლის ჩემი მეუღლის ბაბუასი. ეთნოსახლად აქციეთ. რომ გავიჭირდა ცხოვრება, წავედით იქ და მოვაშენეთ ფუტკარი. მე კი დამეხოცა, ფუტკარი ძალიან ბლომად მყავდა და დამეხოცა.
მოაშენეთ თხილის პლანტაცია, საქონელი, ვიცებთ ყველაფერს, რაც არის ჩვენ ბაზარზე არ გავდივართ, ავკიდებლად არაფერს, ჩვენი სურსათი გვაქვს. ხო და მე ვიფიქრე, რომ მოდი ნახოთ სასტუმროს, ეკონომიურად მაინც გვიჭირდა ხო ხალხს მაშინ ისეთი პერიოდი იყო და 10 წლის უკან, 10 წლის უკან გავხსენი საოჯახო სასტუმრო, უბრალოდ დავდებით რა, ერთი ოთახი, ორი ოთახი. სენსაცია მოხდა ბატონო და გავიდი მსოფლიო ბაზარზე. მე იწერება ისეთი ინფორმაცია მილიონი რო დახარჯო, ასეთი ინფორმაციას ვერ დაგიწერე. უბრალოდ რა არის ახლა მთავარი აქ? მიმათ უყურება რა ის რომ მე ფული წავართვა, ან რაღაცა პირიქით. აი როგორც აი ელჩი ხარ პრაქტიკულად აი მინდა რომ პირველი შენი ქვეყნის ინსტიტუტში როცა უცხოელს ელაპარაკებ. შენი ქვეყანა აი ნახონ მათმა როგორები ვარ ჩვენ კონკრეტულად თქვენი ბიზნესი. და ხო, და არა ჩემი ბიზნესი. და იმდენად ხვდებიან ამას ესენი ყველაფერი წარმოიდგინე. არ მიდის ისე არავინ თუ ზედმეტი არ დაგიტოვათ ახლა. თვითონ ტოვებენ. აიღებ ახლა მინდა საწოლი გაასწორო რაღაცა ხედა ბაჯიშვის ქვეს ფული დევს. საოცრება ხდება, არ ვიცი. არის შემთხვევები დაუშვათო რომ მაგალითად ინგლისელი გოგონოები იყვნენ შაშანწინა ჩვენთან არ იყო ბანკომატი მაშინ გადასახურდავება ფული ბოლოს და ტირილი დაიწყეს ბავშვებმა მეთქვი რატო ტირიან გოგოები მე ჩემს რძალს დაურეკე კარგად ფლობს ზენებს და გაიგო იმან რომ ბანკომატი რომ ახსენეს მივხვდი რომ ფული ვერ გადაახო ვეფერები აი მამა ვეუბნები არაფერი ამის ინგლისური გადავემზადე ბატონო დათო ერთი თვე გადავემზადე ჩავაბარე მოვიპოვე სერტიფიკატი და ერთი კვირის მერე დავავიწყდა ყველაფერი ხო და ჩამოდის ტურისტი ხო no English no given no plus პრობლემა no ვეუბნები და ყდებიან სიცილ პრობლემა არ არის ვაგებინებთ ერთმანეთს ხო და ეს რა კი ამ გოგონებს მოხდა ისე რომ თურმე ფული ვერ გადაახურდავეს და იფიქრეს რომ ალბათ გაგვაგდებენ რამე მოვეფერე როგორც ჩვილებს ისე საჭმელის ვაჭამე ქუთაისში მეორე დილით რომ წავიდნენ სამგზავრო ფული ჩაუდე შეიძლება აწაიყვანონ შოფერმა და რაღაცა ხო და საჭმელიც გავატე ამათმა დადვეს შემდეგ ესე იგი კომენტარები მე არ ვიცი რა საოცარი კომენტარები და მე თუ ვახარებ ტურის ისინი ძალიან მახარებენ რა ონხრივი სითბო და სიყვარულია და ის ამბავი კი იცით იმასაც მოუყევი ბატონ გიას ტელევიზიით გადაცემაშიც იყო ორი ინგლისელი რომ მოვიდა დიახ ხო ხო და არ ვიცი ინგლისური და ქალი ცოტ-ცოტას ლაპარაკობს რუსულად და ვეუბნები საიდან მეთქი და ბრიტანია ვა შექსპირი რომეო ჯულიეტა და ვაჩვენ კედელზე გაკრული მაგ კაპულეტის სურათი და ვეუბნები რომ აი მე ვითამაშე კაპულეტი რუსულად რა თქმა უნდა ანუ თეატრი და ლიტერატურით აგებინებ ხო და ვაგებინებ ამას და Hello, მეხვევა ქალი, კაპულეტის ესე ის მდენად გაუხადა მათ. აი ესეთი რაღაცები ხდება კურიოზები. ის იშვიათი გამონაკლისი ხართ, რომელიც რასაც ასწავლეთ, იმაში თან ხართ პირველი. თქვენი ლექსიც რომ წაგვიკითხოთ ერთი რომელიმე. როგორც იქნა შეგიჩვიეს ძიძებმა გიამბობენ ზღაპრებს ტკბილი ქართულით შენ ღიმილით გიყვარს გამოღვიძება ხარ ბავშვი და ცხოვრებასთან არ სტოი ჩემო კარგო ჯერ არ იცნობს სიყალბეს და მტირალი ცისკრის დარად ხმიანობ რა თქმა უნდა გულით უნდა გიყვარდეს ვინც გაგზარდა ჩემო ხუჭუჭთმიანო მაგრამ მერე როცა დიდი იქნები თქმა არ უნდა შეც მიხვდები ღვთისმფერო იავნანას ვერ მღერიან ძიძები იავნანა დედამ უნდა იმღეროს ეს ჩემი შვილის
ედვარდის ლექსია და ყოველთვის მიჭიშვილის ლექსის წაკითხვა. ძალიან ისავა უფრო დედაზე კიდე კარგი ლექსია თქვენზე მოწვნილი, რამდენიმე კარგი ლექსი ვიცი. თავდაგულია და ვისაუბროთ უკვე თანამედროვე გეგმებზეც. თქვენ გოჩა კაპანაძე მუშაობს ეხლაც თეატრში, საკმაოდ კარგი რეჟისორი და გოჩა კაპანაძესთან თამაშს ბევრი არტისტი ოცნებობს ნამდვილად და ერთგვარი მუზა ხართ გოჩა კაპანაძის. ეხლა მისი დადგმული სპექტაკლით აზნაურებით, უბრალოდ ვამბობ, აზნაურებით გრან-პრი აიღეთ თქვენ თეატრალურ ფესტივალზე და ეხლა ხარ კი ბატონო, მაგრამ ეს არის თქვენი დამსახურებაც მეტწილად და მთელი თეატრის ბოლო სპექტაკლიც ვნახე მე, საკმაოდ საინტერესო სპექტაკლი, რომელიც ახლა კი ბატონო, რომელიც ხონის ცხოვრებაზეა და მის ყოფაზეა, ძირითადად იქაც არაჩვეულებრივად თამაშობთ. რას გვეტყვით ამ თქვენ გეგმებზე და გოჩა კაპანაძეს? ბატონო დათო, ჩვენ გავიმართლა, ძალიან გავიმართლა. ხანდისხან ვფიქრობ, რომ აი კონკიას რომ უმართლებს ხაპარში რაღაცა, ასე გავიმართლა. ასეთი დიდი ბუმბერაზის რეჟისორის ჩამოსვლა ასეთ პერიფერიად, ეს არის დიდი მოვლენა. თანაც რა უბრალოა. ამ დროს რა დიდია. ისეთი დამოკიდებულება აქვს და ბატონო არ დამძახო ბატონო გოჩა. არა და აი მერიდება როგორ არ დაუძახობ, რაღაც საოცარი, ძალიან გვიყვარს ყველას, დიდს და პატარას. ძალიან ბევრ მაგალითს ვიღებთ როგორც პიროვნებისა, სიყვარული, სიტბო, ყველაფერს სიკეთეს რომ ასხივებს ეს კაცი. ერთხელ ხუმრობით გეტყვი ახლა ახლობელი მირეკავს და როგორაა თეატრში საქმე და მთელი ამბავი და გავიგერო ახალ პიესაზე მუშაობ და ვინ დგამს პიესას? მოთხარი რეჟისორი ბატონო გოჩა. კაი ახლა რისატყუებ შენ? ბატონი გოჩას რა უნდა ხონში? მთელი მსოფლიო მორებული არ და ხონში ჩამოვიდო და თქვენ წარმოიდგინეთ ხონში ამეთქი. ნუ ეს ისეთი ზასასიამოვნო პროცესია რომ ასეთი ადამიანი მოდის ხონში. და ნუ ბედნიერად ვხსნით თავს. აი ფიქრობ რომ გამართლა ძალიან ამ სიბერეში. რომ ბატონი გოჩა ჩემი რეჟისორია. თქვენ ავიცი ახლა იმხელა სტიმული ხართ ყველა თაობის, იმიტომ რომ თქვენს ასაკში პრაქტიკულად კიდე აღმასვლა გრძელდება შემოქმედებითი. ანუ ხო შეიძლება რაღაც დაღვინების, ხო შეიძლება ვთქვათ, რომ რაღაცა პერიოდი იწყება, როცა დაუშვათ უკვე იმკი, რაც დათ ესე. თქვენ მომკის ასაკში ჯერ არ ახართ. ნუ მომკის შემოქმედებაში არ ახართ. ხო ასაკში შეიძლება იყოთ, ბოდიში რამდენს ვაპერირებ ამ ასაკზე, მაგრამ სტიმული მინდა მივცეთ ჩვენ მაყურებელს, ვიტო ვამბობ ამ ყველაფერს. ანუ თქვენ კი არის იმკი, ჯერ კიდევ თესავთ. ხო, აი, ძალიან მაგარია ეს ყველაფერი და მოდი გეგმებზეც გითხარით. გეგმები ჩემი ასეთია, რომ ჩვენ ძალიან ხშირად ვატარებთ ლიტერატურულ საღამოებს, ჩამოყვართ ჩვენი დიდი ადამიანები, დიდი პოეტები და მინდა რომ ესენი სულ ოცნებობდი. ერთხელ ჩვენთან ჩამოვიდა, მახსოვს ბავშვი რო ვიყავი, ნოდარ დუმბაძე სად იჯდა, ხელში როგორ ამოძრავებდა ქახალდის აი რაღაცნაირი მოძრავა, შთაგონება ესეთი რაღაცა და მინდა რომ ეს პოეტი იცნობდეს ჩვენი ახალგაზრდობა და მართლაც გადვიმართლა რომ შეხება გვაქვს ამ პოეტებთან ჩამოყვავს როგორც აქ ჩვენს რაიონში, ასევე ჩემს სოფელში გორჩი და დადიანისეულ ტყე პარკში ვატარებთ პოეზიის საღამოს. ეს ზღაპრული რაღაცა. ცნობილ პოეტს, დიდებულ პოეტს თემურ ჩალაბაშვილს არ მინდა რომ ვერ ფიქრობ რომ ის გარდაცვლილია, ის ცოცხალია მუდამ. რამდენჯერმე მოუწყეთ შეხვედრა და ერთხელ მახსოვს როგორ გადმოყარაცრემლები და თქვა ასეთი საღამო არ მახსოვს, ასე მთა რომ დაყურებს საოცრად ამ დადიანის ტყე პარკში ვაკოცონიენთო ბავშვები რომ შემოსეული იყვნენ. ეს მოულოდნელად არ იცოდა რომ პოეზიის საღამოს ვატარებდით, აქ რომ ჩაუტარეთ, შემდეგ საღამო ჩემთან იყვნენ სახლში და სანამ თბილისში წავიდოდნენ, მოდი დადიანის ტყე პარკს დაგათვალიერებინებთ. სხვათა შორის ბატონი ჯუბაც ახტახებელი პოეტი
ცნობილი პოეტი, ეხლა ლიტერატურის საქართველოს მთავარი რედაქტორი გახლავს. ხო და რომ შევედით ეხლა დადიანის პარკში, რომ შემოესია, ეგ ბავშვები და უცბად განცვიფრდა რა ხდება ბატონმა თემურმა, გაიშალა ვისვარ ბავშვები და წავიდა პოეზიის საღამო. კაცი ტიროდა. მე ავატირე თემურ ჩალაბაში. თავდაგურედა თვითონ თუ ხვდებით თქვენ სკოლებში გიწყობენ შეხვედრებს, ხვდებით ძალიან მნიშვნელოვანია რომ ხონის სკოლებში რომ ხშირად იყოთ თქვენ და სოფელში მომიწვეს შეხვედრა და აქ უფრო ისე არ გვიწყალობენ მინდა გითხრა რომ ეს ალბათ დიდი ცხოვრების ძალიან დიდი გვირგვინი იყო მამა იაკობიას ვარკეთილის ეკლესიის მარიამ ღვთისმშობლის ყოვლადწმიდის დეკანოზი, საოცარი ადამიანი, აღმშენებელი რაღაც საოცარი. 2018 წელს მომიწყო სამების საკათედრო ტაძარში შეხვედრა ოჯახის სიწმინდეს დღესთან დაკავშირებით. ეს არასდროს დამავიწყდება. ეს არასდროს დამავიწყდება, ამდენი ანაფორიანი ხალხი, საოცარი თქვენი იუბილე იყო მართლა საოცრება. ან რა გაკეთებული იყო, ან რა ხალხი მონაწილეობდა, ან რა თქვენ რეები ქენით იმ იუბილეზე. აი როგორ ბატონი გოჩას დამსახურება. კი ბატონო. ქავდონგულია და ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება, მივახლოვდა პრაქტიკულად. ძალიან ძნელია თქვენთან ახლა დაწერილი კითხვებით მოხვიდე და არა მოვარდე ყველაფრიდან, იმიტომ რომ მინდოდა კიდე ბევრ რამეზე გვესაუბრა, ცხოვრებისეულ რაღაცებზე გვესაუბრა, მაგრამ იმდენ რამეს აკეთებთ. გაგიკეთებიათ კი არა, ახლაც რო აკეთებთ იმდენ რამეს, ეს იმდენად ამოუწურავია, პრაქტიკულად ერთ გადაცემაში ამის თავმოყრა რთულია, მაგრამ მე ვიმედოვნებ, ჩვენი ხონის სათემო განათლების ცენტრის რადიო დღის სინათლეს ყოველთვის იხილავს, პროექტის ფაქტების გარეშე იქნება მდგრადობა ამ პროექტს და ჩვენ ძალიან ხშირად დავგვჭირდებით და ხშირად იქნებით ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა, მიხარია რომ რადიო იქნება, მინდა გითხრა რომ მე 15 წელი მუშაობდი რადიო დიქტორად, ჩვენი ადგილობრივი იმაში და ძალიან სიამოვნებდა ეგ პროცესი და ეს სიამოვნებს ეს ახალი. ეს რადიო იქნება რომელიც ნახვად შეგვეძლება. რა ბედნიერება არის და დიდი ბედნიერება თქვენთან ურთიერთობა ბატონო და უღრმესი მადლობა რომ დაინტერესდით, მოვდით, მოგვეფერეთ, ჩვენ ასაკში რო ვართ, სიტყვა ჭირდება გითხრა შვილო, ეს ჩვენ ჭირდებით ნამდვილად. ისე სიამოვნოს ხოლმე, აი ესეთი რაღაცები მე გვიხანგრძლივებს. დიდხანს უნდა იყოს და ნუ არ ვიცი დიდი მადლობა თქვენ. მე კი ჩვენს მსმენელებს, ჩვენ მაყურებელს შევახსენებთ, ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ქალბატონი გულია და სანოძე.